საღამო მშვიდობისა, პარასკევია და გზამკვლევი თქვენთვის მუშაობს. მე ნაზი ქობულაძე ვარ. ბოლო პერიოდში ვაკანსიების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს შორის კვლავ მიმტანის, მზარეულის, ბარმენის და ბართენდერის პროფესიებია. განსაკუთრებით პოპულარული კი საკრუიზო მომსახურება გახდა. აჭარის დასაქმების სააგენტომ ამ მიმართულებით საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელება დაიწყო. ქვეპროგრამა საკრუიზო ლაინერზე დასაქმებით დაინტერესებულ პირთა გადამზადებას ითვალისწინებს. მეტს ამ და სააგენტოს სხვა პროგრამებზე უკვე სტუმრები მოგვიყვებიან. თემურ კახიძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი და გემის მიმტანის პროფესიული მომზადების კურსის სასწავლო მენტორი ბესო შავიშვილი იქნებიან დღეს გადაცემის სტუმრები. ვიდრე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალთ, ვნახოთ რეპორტაჟი. ვაკანსიების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს შორის კვლავ მიმტანის, მზარეულის, ბარმენის და ბართენდერის პროფესიებია. კვლევები აჩვენებს, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 37,326-ს შეადგენს, რაც გასული წლების მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით მეტია. სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებული იყო ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 4,8%. ვაკანსიების მონიტორინგი 10 რეგიონში განხორციელდა და 300-მდე ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრების მიზნით გიორგი ჭაღალიძემ სარესტორნო მომსახურება დაიწყო. საწყის ეტაპზე მუშაობა ზღვისპირა ქალაქში არსებულ მსხვილ ობიექტებში აირჩია. ბოლო წლებში კი საკუთარი თავის რეალიზება საკრუიზო მომსახურებაში გადაწყვიტა და საქმიანობა შორეულ ნაოსნობაში გააგრძელა. საკრუიზო მიმართულებით რატო გადავწყვიტე? ვფიქრობდი, რომ ჩემი თავის მაქსიმუმი აქ ამოუწურე საქართველოში და მინდოდა რაღაც ახალი. ჩემთვის იყო ეს ერთ-ერთი გამოწვევა, როგორ შემეძლო ინდივიდუალურად, საერთოდ განსხვავებულ, ასე ვთქვათ, სივრცეში მივდიოდი, ვიყავი ინდივიდუალურად უკვე არავისი არ ვიყავი დამოკიდებული. როდესაც გემზე ავდგი ფეხი და გავაანალიზე, რომ ვიყავი მარტო და არავინ გვერდით არ მედგა, უკვე საკუთარი თავის რეალიზაციას ახერხებ ინდივიდუალურად. როცა გემზე მიდიხარ, უნდა იყო ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყო. მიშა მახარაძემაც მეორე პროფესიად სარესტორნო მომსახურება აირჩია. სტუდენტი ამ მიმართულებით აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში გადამზადდა, სადაც თავდაპირველად ბართენდერის კურსები გაიარა და ახლა მუშაობის გაგრძელება საკრუიზო გემზე გეგმავს. სტუდენტის სწავლის პარალელურად ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში დასაქმდა და სხვადასხვა კერძო კომპანიებში დღემდე მუშაობს. მისი მიზანი პროფესიონალიზმის გაზრდა და საკუთარი თავის რეალიზებაა. გვიყვება, რომ ყველაზე მაღალი მოთხოვნა კერძო სექტორში მიმტანობაა, თუმცა ამ კუთხით დასაქმების მსურველთა დაინტერესება დაბალია. მინდა რომ ჩემი თავი განვავითარო ამ მიმართულებით და სოფლიო ბაზარზე გავიდე რა, იმიტომ რომ ზოგადად ევროპის ქვეყნებში ეს მიმართულება უფრო განვითარებულია, მაღალ საფეხურზეა წამოწეული და მინდა რომ უფრო კვალიფიცირებული ბარმენი ვიყო. სტაბილური ხელფასი მაინც და მაინც არ არის ჩვენთან, ისეთი როგორიც უნდა იყოს. და თუ გინდა რომ გქონდეს სტაბილური შემოსავალი, აქედან გამომდინარე უნდა გქონდეს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან დიდი ცოდნა. ეს უკვე ახალგაზრდებისთვის ძალიან რთულია. ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით დასაქმებულთა 35% საკვების მიწოდებასა და სასტუმროში მიღება განთავსებაზე მოდის, რაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდით აიხსნება. ბონდო მამულაძე გვიყვება, რომ საკრუიზო ლაინერზე მოხვედრის შემთხვევაში დასაქმებული საკუთარ ცოდნას კიდევ უფრო ამყარებს და შესაძლებლობა აქვს ქვეყანაში დაბრუნებულმა მასტერ-კლასები ჩაატაროს. საკრუიზო ლაინერზე მუშაობა ბონდო მამულაძემ რამდენიმე წელია დაიწყო. სამშობლოში ახლახანს დაბრუნდა და მსხვილ და მცირე კვების ობიექტებში თანამშრომლებს სარესტორნო მომსახურებას ასწავლის. გამოცდა ჩავაბარეთ ონლაინ მქონდა და გასაუბრების შემდეგ მოვხდით საკრუიზო ლაინზე და ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ის გამოწვევა, რომელიც გამოწვევა ჭირდებათ მომავალ თაობას. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რა გამოცდილებას აწყებულობთ საზღვრებს იქით დავბრუნდეთ საქართველოში და გავუზიაროთ ეს ჩვენი გამოცდილება, მათ გაუადვილოთ წასვლა საზღვრებს იქით. რეალურად ამ პროექტით როცა მიდის
დასაქმებული ადამიანი, მე სტუდენტს ვერ დაუძახებ, იმიტომ რომ აქ რეალურად აქ საშუალება როგორც სტუდენტს, ასევე დიპლომირებულს აჭარის დასაქმების სააგენტოში განმარტავენ, რომ პროგრამებზე მუშაობა ბაზარზე კვლევის შემდგომ ხორციელდება. დასაქმების მსურველთა დიდი დაინტერესება საზღვაო სფეროში მუშაობას უკავშირდება, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა ამოქმედდა. ქვეპროგრამის მიხედვით რამდენიმე სტუდენტი 15 კვირიან სასწავლო კურსს გადის. აღნიშნული პროგრამით ბოლო 2 წელიწადში 43 სტუდენტი გადამზადდა. ქვეპროგრამის მიზანი ტურიზმის და სტუმართმასპინძლობის სფეროში კადრების გადამზადება და მაღალ ანაზღაურებად სფეროში დასაქმებაა. ძალიან დიდი დისბალანსი არის შრომის ბაზარზე, ამიტომ ძალიან დიდი რა მოთხოვნაც არის შრომის ბაზარზე, ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი კადრები. არის კვალიფიკაციის პრობლემა და ასევე სხვადასხვა პროგრამა. სააგენტო ამ მხრივ ბევრი სხვადასხვა პროგრამა აქვს, პროფესიული მომზადება, გადამზადების პროგრამა, ასევე სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამა, იგივე საზღვაო საკრუიზო სფეროში დასაქმების პროგრამა. ამიტომ მიმდინარეობს პროფესიული მომზადება, გადამზადების პროგრამა. რომელიც ძირითადად არის იმ სფეროებში, რომელიც ჩვენს მიერ გამოკითხული იქნა კომპანიები და რა სფეროშიც უკვე რა პოზიციებზეც უკვე დიდი მოთხოვნა იყო, სწორედ ამ პროფესიებში ხდება კადრების გადამზადება. ყოველ პროგრამაზე ჩვენ წინასწარ ვიკვლევთ, შესაბამის პარტნიორულ ორგანიზაციებში, რა მიმართულებით, რომელ პროფესიაში ჭირდებათ კადრები, რა კადრებზე აქვს დეფიციტი. აჭარის დასაქმების სააგენტოს 2024 წლის ბიუჯეტი 1.340.800 ლარით განისაზღვრა. გასული წლის განმავლობაში აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ განხორციელდა 900 სამუშაოს მაძიებლის 210 ორგანიზაციის 1321 ვაკანსიის შესაბამისი 4217 სამუშაო ადგილის რეგისტრაცია, საშუამავლო მომსახურების შედეგად დასაქმდა 1050 სამუშაოს მაძიებელი, მათგან 621 გრძელვადიან სამუშაო პოზიციაზე. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც უკვე გითხარით, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე და გემის მიმტანის პროფესიული მომზადების კურსის სასწავლო მენტორი ბესო შავიშვილი არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები ტელემაყურებელს. ბატონ თემურ, დავიწყოთ თქვენთან საუბრით, როცა გადაცემის მომზადების თაობაზე დაგიკავშირდით, თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იყო, წლების განმავლობაში მუშაობდით ამ პროგრამის შედგენაზე. მოგვიყევით, რატომ გახდა ასეთი პოპულარული და შემდეგ უკვე ცხადია იმაზე, თუ რას ითვალისწინებს პროგრამა. მადლობა შეკითხვისთვის. უპირველეს ყოვლისა, როგორც სიუჟეტში ჩანდა, არა მხოლოდ რეგიონულ შრომის ბაზარზე ძალიან ბევრი გამოწვევა, როგორც აღინიშნა ხარისხობრივი და რაოდენობრივი დისბალანსი გვაქვს მოთხოვნა მიწოდებას შორის, თუმცა მეორე მხრივ ასევე გაცილებით მწვავე პრობლემა არის ჩვენთვის ის, რომ ახალგაზრდების გადინება ხდება ადამიანებისა, რომლებიც რეალურად პროდუქტის შემქმნელები არიან ქვეყანაში და ეკონომიკის განვითარებას უნდა შეუწყონ ხელი. ამის მიღმა არსებობს ბიზნესის ჩართულობის წახალისების საჭიროება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების, როგორც შემუშავების და საჭიროებების კვლევის კომპონენტში, ასევე სწავლების განხორციელების დროს და აი ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ დავიწყეთ ალტერნატიული გზების მოძება და ყველაზე ყოველთვის როცა ამოცემულობა გააქვს, ცდილობ გამოიყენო ის რესურსი, რა რესურსის გაგაჩნია და მიმართო სწორად იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი განსაზღვროთ. ჩვენთან რეგიონში მეტწილად განვითარებული არის სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია და შესაბამისი დარგები და სწორედ ამას დავაყრდნით ჩვენ, როცა ვეძებდით ახალ ბაზარს, რომელიც არათუ გადინებას გამოიწვევდა სამუშაო ძალის, არამედ უკან დაბრუნებას უკვე საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადამიანების. ანუ ერთი მხრივ გადინების ერთ-ერთი მიზეზი, რასაც ასახელებენ, ეს არის
შედარებით დაბალი ენაზღაურება, მიდიან მატერიალურ გასამრჯელოსთვის, თუმცა სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ადამიანები მათი პროფესიული მიმართულებით უცხოეთში არ ვითარდებიან და სხვა პროფესიით საქმდებიან და საბოლოო ჯამში ეს მხოლოდ დასაქმება არის იმისათვის, რომ გარკვეული მატერიალური უზრუნველყოფა მიიღონ. რაც ქვეყნისთვის არც ისე სასარგებლო არის. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ შეგვიმუშავებია საკრუიზო ლაინერზე მომსახურე პერსონალის გადამზადების პროგრამა, ვინაიდან საკრუიზო გემის დასაქმებას აქვს გარკვეული წინაპირობა. პირველი ეგ არის სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა, გააჩნია რა პოზიციებზე გადის. იქ სამუშაო და მეორე ეს არის ინგლისური ენის ცოდნა. ეს ორი მთავარი წინაპირობა არის იმისათვის, რომ მოხდეს სხვა ბევრ პირობასთან ერთად და სწორედ ამას დაფუძნებით ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გადამზადება გავუკეთებია პროფესიული შეორჩიეთ ადამიანები, მანამდე სიმართლე გითხრათ, სააგენტომ გააკეთა საზღვაო შრომის ბაზას კვლევა, სამაგიდო კვლევა იყო, თუმცა ითვალისწინებდა ასევე სიღრმისეულ ინტერვიუებს ექსპერტებთან, რამაც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა ის, რომ არსებობს საკმაოდ დიდი დეფიციტი საკრუიზო ლაინერზე დასაქმებისთვის და ამას მოყვა მალევე შემდგომი ნაბიჯი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გავწერეთ პროექტი, მოვიპოვეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გრანტი და რომელმაც მოგცა შესაძლებლობა, რომ საქართველოში პირველად ავტორიზირებული კურსი შემუშავდა გემზე მიმტანის მიმართულებით და სააგენტომ დააფინანსა სწავლება. მარტივად რო გითხრათ, ეგ არის პროგრამა, რომელიც ერთის მხრივ როგორც აღნიშნე, მიგრაციის საპირწონეთ მუშაობს, მეორე არის ის, რომ ახალგაზრდები ნახულობენ სხვადასხვა ქვეყანას და მათი ცნობიერება უყალიბდებათ როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ასევე სამუშაო კულტურა განსხვავებული. მესამე ფაქტორი არის ის, რომ ბიზნესს ეს ადამიანები უკვე უბრუნდება როგორც მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სერვისების განვითარებისთვის. ბატონ ბესო, ჩავრთოთ გადაცემაში. ბატონ ბესო, თქვენ გარდა იმისა, რომ სტუდენტებს უზიარებთ ამ გამოცდილებას და გარკვეულ პროფესიულ ვთქვათ, უნარჩვევების დაუფლებაში ეხმარებით. ამასთანავე თქვენ აღნიშნეთ გადაცემის დაწყებამდე, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი მაგალითი იმის, რომ ადამიანმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ შესაძლოა მიიღოს გამოცდილება, შედგეს პროფესიაში მეტად, განვითარდეს და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით მინდა რომ ვისაუბროთ პირველ რიგში თქვენი ჩართულობა ამ პროექტში და შემდეგ უკვე სწორედ კერძო სექტორის მიმართულებით რომ ვისაუბროთ, მისი როლი სახელმწიფოს ხელშეწყობაში, დასაქმებაში და ასე შემდეგ. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნუ რა თქმა უნდა, ეს პროგრამა თავიდან როგორც კი მუშაობას შეუდექით, გათვლილი იყო, რომ უნდა მომხდარიყო კონტრაქტორად უნდა ყოლოდა ისეთი კვების ობიექტები, რომლებიც შრომის ბაზაზე იყო, ესე ვთქვათ, რაღაც დონეზე დომინირებდა. ნუ იმისათვის, რომ ჩვენი პროგრამა განხორციელდეს, ჩვენ პრაქტიკული ელემენტები გაგვაქვს პრაქტიკის ობიექტებზე. ყველა ტიპის კვების ობიექტთან აქვს მემორანდუმი დადებული ორივე მხარეს. და ამის საფუძველზე ხდება სტუდენტების ადგილზე მიყვანა და ადგილზე გადამზადება. რაც უშუალოდ სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტების არს პირდაპირ ანახებს. ასევე როგორც რესტორანი, ბარი, ეს არის კაფე, თუ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, ბრენდული სასტუმროები, ამ შემთხვევაში სხვადასხვა მიქსაციას აკეთებენ სერვისისა. რაც ყველაზე, ესე ვთქვათ, პრაქტიკული მეცადინეობის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლის დადების საშუალებას გვაძლევს, იმიტომ რომ თითოეულ კვების ობიექტზე წარმოქმნილი სამუშაო პროცესებში შესასრულებელი ოპერაციები რო გააკეთოს, ყველას პრაქტიკულ უნარებს იჩევს და იძენს უკვე. მოქნილობასაც იძენენ და ამავდროულად იმ სიტუაციების გადალახვასაც სხვადასხვა სერვისებისაც. რა საკრუიზო ლაინერებზე არის ძირითადი მოთხოვნა. და მეორე არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენთან არსებული კვების ობიექტების რაღაც გარკვეული სერვისებზე ჩვენს გვაქვს პრობლემა, ისევე როგორც კადრებზე, მაგრამ აქ ჩემი პირდაპირ ჩართულობა იყო ის, რომ შრომის ბაზარზე ჩვენთან რაღაც დონეზე არის არასწორი შეფასება, არასწორი დაფასება კადრების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მე მაგალითად მოხარული ვარ, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც აქედან მიდიან რაღაც გარკვეული პერიოდი, თვეებით, 5-6 თვის განმავლობაში გემზე, კრუიზზე,
ისინი იქვე სულ სხვა სერვისის წარმოებლები ხდებიან, სულ სხვა სერვისის მატარებლები ხდებიან და რო ბრუნდებიან ისე უკან აი იმ შუალედში იმის სამთვიანი შუალედები როდესაც უჩნდებათ ადამიანს რომელსაც აქვს სიყვარული პროფესიის მიმართ ის არ გაჩერდება ხო როგორც ვისაუბრეთ წინა აი ეგ არის ის რომ ის ჩვენ შეგვიძლია ახალი სიცოცხლის ელემენტად შევიძინოთ და აი ჩვენი გუნდი, ჩვენი არსეული სიცოცხალი გუნდი სულ სხვა აი ცეცხლით და სითბოთი აი გავაახლოთ, რაც შრომის ბაზარზე დღეს აი კონკურენტუნარიანობა კი რაღაც დონეზე გვინდა, მაგრამ ვერ გავდივართ. ჩვენ გვჭირდება ახალი. ჩვენ რასაც ვაძლევთ ერთია და რაც შემოაქვს უკვე ახალი, ეს უკვე ხო ახალი პროდუქტი არის ისედაც ბაზარზე. ანუ აი ეს ყველაფერი ჯამში არ მგონი აი მე ეხლა ამ წუთა შევიდე ვისაუბრო როგორც დამსაქმებელი და მე მაგალითად მიხარია ეხლა ის გამნილი კურსის სტუდენტები რომლებიც წავიდნენ ჩამოვიდნენ აი სიამოვნებით აი ამ 3 თვის განმავლობაში მე დაუთმობდი რაღაც გარკვეულ პერიოდს რომ ჩემს თანამშრომლებთან ერთად იმუშაოს და მათი გამოცდილება გაუზიაროს ისევ ჩემს იმიტომ რომ პრაქტიკულ მეცადინობაში პრაქტიკული ოპერაციების შესრულების დროს მექანიკური სწავლის მეთოდიკა უფრო გამარჯვებულია უფრო აი წარმატებული არის ვიდრე ის თეორია რომელიც პრაქტიკულ უნარების გაგვიძებაში არანაირ საშუალებას არ მაძლევს მხოლოდ და მხოლოდ თეორიული სწავლა მე ამ სერვისის უკეთ დადებაში. მომსახურების და სტუმარმასპინძლობის სფერო შევეხეთ და პრინციპში ბატონმა თემურმაც ახსენა რომ ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. თქვენ ახსენეთ რომ არის კადრების დაფასების პრობლემა, შეფასების პრობლემა, თუმცა ხარისხის პრობლემაც არის. მომხმარებლის კუთხიდან რომ შევხედოთ. ამ მიმართულებით ზრდის იგივე ამ პროგრამაში ჩართულ არ ვიცი როგორ ქვია ბენეფიცია არის? კი ბატონო. გეტყვით პირდაპირ რომ არის მიმტანი და არის მიმტანი. მიმტანი რომელსაც უყვარს თავისი პროფესია, საქმე უყვარს და არის ადამიანი რომელსაც საქმის შესრულება უწევს, იმიტომ რომ იარსებოს. ანუ აქედან გამომდინარე ადამიანს რომელსაც თავისი საქმე უყვარს და იმას ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას იმისას რომ განვითარდეს და რაღაც გარკვეული ეტაპობრივად კვარტალურად რაღაც დაწინაურება აი мотиваცია მივცეთ რაღაც ახალი რომელსაც გაუჩნდება ჩვენთან თითქმიანი თანამშრომლობა ამას ვერ ხვედავენ ამას ვერ ვაჩვენებთ რაღაც დონეზე და აქედან გამომდინარე იმან ვინც კარგად იცის საკუთარი თავის ფასი იმას ურჩევნია საკუთარ თავში აი გაიმარჯვოს აი ისევე როგორც ერთ-ერთმა ჩვენ კურსანტმა თქვა სულ სხვა ცხოვრების რიტმში გაჟენს და უკვე შენი თავის მაქსიმალური დადება თუმცა ის გიბრუნდებათ გაზრდილი ხარისხით და ასევე გაზრდილი მოთხოვნებით დამსაქმებლის მიმართ თქვენ დამსაქმებელი ხართ ბატონ თემურთან გადმოვალ შემდეგ უკვე ამ კითხვით დამსაქმებლების ჩართულობა სხვადასხვა პროგრამაში არა მხოლოდ ამაში მხარდაჭერა იგივე დასაქმების სააგენტოს და სახელმწიფოს მიერ წარმოებულ პროგრამებს. აქ აი ვიძახით რომ საკრუიზო გემზე მუშაობა მაღალანაზღაურებადი არის. აი იქ როგორც აფასებენ და იქ როგორც შეფასების კრიტერიუმიდან გამომდინარე ღირებულება სრულდებენ ხელფასის სახით ჩვენც რო ანალოგიური გავაკეთოთ ის არა მხოლოდ ხელფასი, შრომის პირობები. აქ აი ზუსტად ეგ არის. მოდი დავიწყოთ აქედან, რომ როდესაც ვარ მიმტანი, არასოდეს არ მინდა რომ ვიყო მიმტანი, ხო, უნდა ერთ დღესაც მინდა რომ გავხდე მენეჯერი. აი ამ მიმტანს მე თუ არ მივეცი საშუალება რაღაც გადამზადების პროგრამისკენ მე როგორც დამსაქმებელმა გავიყვანო რაღაცა და ვასწავლო, რასაც ისევ ჩემი სასიკეთოთი გადადგული ნაბიჯია და თუნდაც ხარჯები, ხო? თვითონ ამ მიმტანს მივცეთ საშუალება იმისა რომ გავიდეს სულ სხვა მიმართულებით ისწავლო სერტიფიცირება გაიაროს ელემენტარული მინიმალურ დონეზე მაინც ამის საშუალებასაც არ ვაძლევთ იმიტომ რომ საათობრივი განაზღაურება გვიდევს ან კიდევ პირობები ისეთი რომელსაც მეორე თავისი ცხოვრების ნაწილი ფაქტურად დაკარგული აქვს თუმცა ვიტყვი რომ ბესომ ძალიან რაღაცებს ცოტა გაავუქა არის გამოწვევები ამ მიმართულებით და მეც ვეთანხმები ბესოს იმაში რომ რეალურად ადამიანი რომელმაც სულ ეხლა ხანს გაეცნო სერვისს და სერვირებას არ შეიძლება იმას მიმტანი დაერქვას ხო და უნდა გაიაროს მიმტანის დამხმარიდან მიმტანის თანაშემწე მიმტანი შემდგომ თავარი მიმტანის დამხმარე და ასე შემდგომ ამ შემთხვევაში მას აქვს კარიერული განვითარების ხედვა და ეს სამუშაოზე გრადობას უზრუნველყოს მას. სწორედ
არა მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე იზღებულობს X ცოდნას და Y სამუშაო გამოცდილებას. სწორედ ამათი ერთობლიობით იქმნება საბოლოო ჯამში პროფესიონალი. თუმცა აქვე აღნიშნავ, თუ ადამიანს არ გიყვარს ის, რასაც აკეთებ, ვერასდროს ვერ იქნები პროფესია. თუ კი შენ ის არ გტკივა და პარტნიორებს როცა ვეძებდით, ხო, მით უმეტეს საკრუიზო ლაინერზე პირველი შემთხვევა იყო, როცა მასიურად უნდა წასულიყო ორგანიზებულად ქართული სამუშაო ძალა და ეს ერთგვარ პასუხისმგებლობასაც ზრდიდა, იმიტომ რომ საერთაშორისო დამსაქმებელს შენ ქართულ სამუშაო ძალას აცნობს. ამიტომ შერჩევის დროსაც ვიყავით ისე, რომ ვცდილობდით მრავალმხრივი ადამიანები აგვერჩია, იყვნენ ადამიანები, რომელიც სხვა შემოქმედებითი, არა მარტო ნიჭით, არამედ საქმიანობითაც იყვნენ დაკავებული და ფიქრობ ამან იმდენად კარგად იმუშავა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ გემზე მხოლოდ როცა ყვებოდა მარტო იყო ადამიანი, ალაპარაკა, რომ ქართველები ამოვიდნენ. იგივე იყო, როცა 3-4 ადამიანი ერთად იყვნენ გემზე და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. იქ მათ გაუმართლათ, იმიტომ რომ ერთმანეთის გვერდში იყვნენ. არ არის ნამდვილად იოლი საკრუიზო ლაინერზე ვერ არ დასაქმება და მით უმეტეს მუშაობა, მართლა ძალიან ბევრი რაღაცის გახარჯვა უწევთ ამ ადამიანებს და მე კიდევ ერთხელ ვისარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვეთქვი მათ, იმიტომ რომ სულ რაღაც რამოდენიმე თვეში მათ მოახერხეს ის, რომ რაც გემის ისტორიაში არ ყოფილა, საუკეთესო თანამშრომლების ტიტული აიღეს, ხო? ეს არის მონდომება, პასუხისმგებლობა, სწორედ ის პასუხისმგებლობა, რაზეც საუბრობდა ბესო. მე ასე ბესოსაც ვეთქვი მადლობას, იმიტომ რომ აი ამ გამოწვევას ბესოს გარეშე ჩვენ ფიზიკურად ვერ გავუმკლავდებოდით, ვინაიდან ბესოს გამოცდილებამ მოგცა შესაძლებლობა ის, რომ ამ სტუდენტებს გაიარათ პრაქტიკა მაღალი დონის სასტუმროში, სადაც აბსოლუტურად სულ სხვა სერვისი არის. და ის, რაზეც საუბრობდა ბესო, მე ვიცი, რომ იმ სასტუმროში რეალურად ის დროის გრაფიკი, სამუშაო დროის აღრიცხვა ძალიან მკაცრად კონტროლდებოდა. თუმცა მე მგონია, რომ ბესო უფრო ზოგადი სურათიდან საუბრობდა და არა კონკრეტულ სასტუმროში. ხო, მაგიტომ ვამბობ, რომ იქ მას ყველაფერი აქვს და ამიტომ შეტკივა გული და მადლობა იმისთვის, რომ აი მხოლოდ დაკავების ფონზე მიდის პროფესიულ სასწავლებელში და ასწავლის, იმიტომ რომ დღეს ნებისმიერ მიმართულებით თუ პრაქტიკოსი არა ვარ, ხო, ძალიან რთული არის ასწავლო ადამიანს. იმიტომ საუბრობ, რომ იმდენად სწრაფად შედის რაღაც სიახლეები ბაზარზე. თუ კი მე ამას არ ვეცნობი, ყოველდღიურად ამაში არ ვიხარშები, ამ შემთხვევაში შედეგზე ვერ გავიყვანებ სტუდენტს. ესეც არის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ერთ-ერთი გამოვლინება ბატონი ბესოს მხრიდან. ბატონ თემურო, ზრდაზე საუბრობდა ბატონი ბესო და პრინციპში ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რომ მე დასასაქმებელი ადამიანი მიმართავ აჭარის დასაქმების სააგენტოს და ვთხოვ რომ დამეხმაროს სამსახურის მოძიებაში, არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ მე რაღაც ელემენტარული ხელფასისთვის ვაკეთებ ამას. აქ თქვენ გაქვთ მრავალმხრივი ხელშეწყობის პროგრამა და სწორედ ამაზე მინდა ვისაუბრო. იგივე სხვა პროფესიის დაუფლება ან შესაძლოა მქონდეს დიპლომი, მაგრამ პრაქტიკული უნარჩვევების შეძენა მჭირდებოდეს და აი ხარისხის გაზრდასთან დაკავშირებით რას თავაზობთ? იგივე ადამიანებს, რომლებიც თუნდაც ბევრი წლის წინ დაამთავრეს უნივერსიტეტი, აქვთ ეს დიპლომი, არ უმუშავიათ პროფესიით და ახლა ცხოვრება მოიტანა, რომ გადაწყვიტეს ანაზღაურებადი გახადონ ეს თავის პროფესია, დიპლომი ჩამოიღონ თაროდან, თუმცა მხოლოდ დიპლომი არ ყოფნის უკვე და ჭირდება, რომ პრაქტიკულად განახორციელოს ეს ყველაფერი. მადლობა შეკითხვისთვის. სიმართლე გითხრათ, ამ სტუდიაში მოსვლა ყოველთვის მიხარე, იმიტომ რომ ყოველთვის კომპეტენტური კითხვები არის და ძალიან კარგად გაქვთ შესწავლილი ის საქმიანობა, რასაც სააგენტო ახორციელებს. გეტყვით, რომ სააგენტოს მართლაც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გარკვეული სერვისები, ასევე მხარდაჭერით პროგრამები და ჩვენთვის არ არის საკმარისი ის, რომ სამუშაოს მაძიებელს ვეძახით ჩვენ უმუშევარსაც, მაგრამ შეიძლება იყოს ადამიანი დასაქმებული და ეძებდეს სამუშაოს. ვინაიდან ყოველთვის დასაქმება არ არის მდგრადი და მეც ვიტყვი, საჭიროებს განვითარების ხელშეწყობას. მაგალითისთვის შეიძლება პირველ ეტაპზე ის 500 და 600 ლარიანი სამუშაო იყოს დასაქმებულად ჩვენ აურიცოთ ეს, მაგრამ ვიცით, რომ ამ ადამიანს ჭირდება კიდევ ხელშეწყობა, ვინაიდან მისი
ყოველი ახალ ეტაპზე განვითარებული მის კარიერას გეგმოთ რა პარალელურ რეჟიმში. და აქვს რესურსი, რაც მთავარია. რა საკვირველია. ამ პირველ რიგში იმას ვამბობდი, რომ მხოლოდ რეგისტრაცია შრომის ბაზრის მართვის ერთიანი ელექტრონულ სისტემაში ჩვენთვის არ არის საკმარისი და ყოველთვის ვამბობ, რომ სააგენტო ორიენტირებული არის როგორც სამუშაოს მაძიებელზე, ასევე საგანმანათლებლო პროვაიდერებზე და ბიზნესი. ანუ ყველა აქტორის გაძლიერება არის წინაპირობა იმისა, რომ იგივე იმ სამუშაოს მაძიებლის კარიერას სწორად განსაზღვრო და აგეგმო, იმიტომ რომ ბიზნესის ჩართულობის, პროფესიული სასწავლებლების, ან ზოგადად საგანმანათლებლო პროვაიდერების ჩართულობის გარეშე ეგ შეუძლებელია. ამიტომ სააგენტო ცდილობს, რომ ყველა მისი ქვეპროგრამა აუთსორსზე არის, აუთსორსზე გატანილი და ამით უწყებ თუნდაც საგანმანათლებლო სფეროში ოპერირებადი კომპანიები რო არიან, იმათ ჰქონდეთ რესურსი და მიიღონ გამოცდილება ამ მიმართულებით დაინტერესება და საკმაოდ კარგად იმუშავა ამ სქემამ. რაც შეეხება თვითონ სამუშაოს მაძიებელს, გეტყვით, რომ ამოდენი პროგრამებში დეტალურად რო არ ჩავყვეთ, გეტყვით ელემენტარულ შემთხვევას. ქონდა ეგეთი მაგალითი, რომ ადამიანი, რომელსაც უყურებ რა, არის მზად, შეიძლება მე მქონდეს იგივე უმაღლესი განათლების დიპლომი, დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ თუ კი მე იურისტად არ მიმშავებია რამოდენიმე წლის განმავლობაში, იქ დროის და რესურსის ხარჯვა, რომ ეგ არ არის ჩვენი კომპეტენცია. ჩვენ არ ზრუნავთ კვალიფიკაციაზე, ესე პირდაპირ გაგებით განათლების სამინისტროს პრეროგატივა. ჩვენ ზრუნავთ დასაქმებაზე და ამ დასაქმების გრადობაზე, რომელშიც თავისთავად კვალიფიკაციის განვითარება შემადგენელი კომპონენტი არის. აქედან გამომდინარე, ქონდა შემთხვევა, რასაც ვამბობდი, ადამიანი დავასაქმეთ კონკრეტულ ობიექტზე, სამზარეულოში დაუშვათ დამხმარეთ, შემდგომ, იმიტომ რომ იმ მომენტში მას არ აწყობდა, რომ პროგრამაში რეფერირებულიყო, შემდგომ უკვე როცა გარკვეული შემოსავალი გაუჩნდა მას, უკვე პროფესიულ მომზადებაში ჩაერთო, უკვე დაწინაურდა და სხვა ობიექტზე გადავიდა, მასტერკლასი და შემდგომ არაფორმალურ განათლების აღიარების კომპონენტშიც ჩაერთო და დღეს ერთ-ერთ სერიოზულ ობიექტში უკვე შებზარეული არის და ბევრი მაგალითები გვაქვს სამინისტროთ, როცა ადამიანები იმედგაცრუებული მოსულან, ჩვენიც არ ჯეროდათ, უბრალოდ მოდი მაინც ვცდი რა. და აბსოლუტურად სხვა რამ და ძალიან მადლიერები არიან. თუმცა არის შემთხვევები დღეს საკმაოდ მაღალ საფეხურზე არიან ჩვენი მხარდაჭერით ადამიანები და რო გვიწევს თანამშრომლობა, დაავიწყდათ, რომ ოდესღაც თვითონაც იყვნენ ამ პოზიციაში. არა ესეთ თემა, თუმცა ჩვენ მაინც გვიხარია, რომ პროგრამები იმდენად ფიქრობ მოქნილი არის და კარგად არის შემუშავებული, რომ ბიზნეს ინტერესებზე არის მორგებული და როცა ბიზნეს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრები, ბიზნესისთვისაც მარტივი არის ჩვენთან თანამშრომლობა და სწორედ ამის დამსახურება არის ის, რომ ჩვენ დღეს უფრო გვიჭირს სამუშაოს მაძიებლებში პასუხისგებლობის დაჭერა სამწუხაროდ და აქ უფრო ვართ გასაძლიერებელი, ვიდრე ბიზნესთან თანამშრომლობის კუთხით. კი ბატონო, აი რითიც დაასრულეთ პრინციპში საუბარი, აი ამ მიმართულებით მინდა რომ გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ჩვენთანაც ტელევიზიაში, რადიოში არის მოდიან სტუდენტები სავალდებულო პრაქტიკის ფარგლებში და ძალიან ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ისევე მიდიან, როგორც მოდიან. ამ მიმართულებით არ ვიცი გამოცდილებაზე, პერსპექტივაზე, რეკომენდაციებზე მინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მოდის უნდა დასაქმება, შესაძლოა იმ წუთას ვერღებულობს იმ კონკრეტულ ანაზღაურებად სამსახურს, ან ერთი თვე შესაძლოა იმიტომ რომ დაასაქმეთ ხათრისთვის დარჩეს სამსახურში, შემდეგ უკვე თქვას რომ რაღაც გრაფიკს ვერ მოერგო, დაიღალა, ან ვერ გაიზარდა მისი ანაზღაურება ერთი თვის შემდეგ და ასე შემდეგ, ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს ჩვენ განათლების დაწყებამდე ამ მიმართულებით პრობლემებზეც ვსაუბრობდით. რა შეიძლება ამ მიმართულებით თუნდაც სახელმწიფომ, არ ვიცი, ორგანიზაციებმა, სახელმწიფო ორგანიზაციებმა და ამ საქმებლებმა ჩვენ კერძო სექტორმა გააკეთოს თქვენი რეკომენდაციები, შემდეგ ბესოსგან მაინტერესებს აუცილებლად, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, მათთანაც არის მსგავსი შემთხვევები და რა შეიძლება რომ მენეჯერმა. კეთილი, ერთ-ერთი მთავარი ამბავი ამ ყველაფრის შემისალს არის ის, რომ ადამიანმა ზუსტად უნდა იცოდეს რა უნდა. ხშირ შემთხვევაში ის რაც დეკლარირებული სურვილი არის ჩვენი, აბსოლუტურად არასახავს რეალურ სურვილს და თუ კი რეალური სურვილი არა, შესაბამისად მზაობაც არ არის. ანუ ადამიანები ვიძახით რაღაც აქვს სურს, მაგრამ როგორც კი საქმე მივარო
რეალურად ხელი მოკიდო და გააკეთო, ამ შემთხვევაში მზაობა დაბალია. მე ისმის რომ აქ სამუშაო არის და ძალიან რთული არის. მე ხშირად ნახევარხმოვნობით ვამბობ, რომ ერბო კვერცხიდან კვერცხის გაკეთება გვიწევს. გვაქვს გარკვეული მოცემულობა, ვინაიდან საწყისი ფორმა იგივე როცა სტუდენტები ახსენეთ, ხო? შეიძლება ის ადამიანი არის უკვე ბარემ მეორე კურსზე ვარ და ბარემ დავამთავრებ. ამიტომ ის უკვე მის პროფესიაში ვერ ხედავს. ძირითადი პრობლემა არის პროფორიენტაციაში და თუნდაც განათლების არსებობს განათლების გეგმის შემუშავება და არის კარიერული გეგმის შემუშავება, ხო? განათლების გეგმის შემუშავებიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ უკვე სკოლის პერიოდიდან არის ეგ სამუშაო, იმიტომ რომ ადამიანებმა შეეხონ ხელით ამა თუ იმ პროფესიას და ამ კუთხით სააგენტო წელს საპილოტოდ ჩაუშვებს საკმაოდ საინტერესო პროექტს მერვე მე-9 კლასის და მე-11 კლასის მოსწავლეებში და მათ მიეცემათ შესაძლებლობა არა მხოლოდ გარკვეული ტრეინინგ კურსები გაიარონ, არამედ მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩვენ დავაფინანსებთ საინფორმაციო ტურებს, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც პრაქტიკულად შეხედავენ, რა გარემოს შეიძლება მათ დაეუფლონ ამა თუ იმ პროფესიას და სად შეიძლება. შევახვედრებთ სხვადასხვა კუთხით უკვე შემდგარ პროფესიონალებს, რომლებიც თავის ცხოვრების გზაზე საუბრობენ. რა მომენტი არის, იცით, ჩვენ უყურებთ უკვე წარმატებულ ადამიანს და მოგწონს ეს, მაგრამ ამ წარმატებამდე ნებისმიერი ჩვენთაგან სამი ადამიანი ზიარ და ყველამ ვიცით, რამდენად რთული გზა გავიარეთ და რამდენჯერ მოგვიტეხია კისერი და რამდენჯერ მოგწევია ფეხზე წამოდგომა, ხო? აი ამაზე უნდა ვესაუბრო და ამისთვის უნდა იყოს ეს ადამიანები მზად. და ასევე საინტერესო კომპონენტი არის ის, რომ ჩვენს პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც და მადლობა მათ კიდევ ერთხელ, რომ უანგაროდ მოდიან ჩვენთან ერთად ძალიან ბევრ პროექტში, საპილოტო პროექტი როცა არის თანამშრომლობაზე, მზად არიან, რომ სკოლის მოსწავლეები თითო დღეს სხვადასხვა პროფესია და სხვადასხვა დეპარტამენტში მოარგონ როლი. აქედან იწყება ჩემის აზრით ის, რომ თუ გათვითცნობიერებული მაქვს, რატომ მივდივარ, რას ვაკეთებ, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ყველაფერი თავის ადგილაშდება. რაც შეეხება სტუდენტებს, სავსებით გეთანხმებით, რომ ზოგადად ახალგაზრდებში გვაქვს გამოწვევა უმუშევრობის მაჩვენებელი, თუმცა ვამბობ, რომ აი სკოლის მოსწავლეებიდან გაცილებით მეტი მზაობა არის და ჩანს დამეთანხმება და ჩემს ბევრ მეგობართან ბიზნესში ვხედავ სკოლის მოსწავლეები ზაფხულში როგორ არიან ჩართული და გაცილებით უფრო აქტიურები არიან და ყურადღებიანები, ვიდრე უკვე თითქოს შემდგარი არის 25 წლის ადამიანი, როცა მუშაობს და ან 23 წლის, როცა უფრო მეტ პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. მაგრამ გაცილებით გამოწვევა არის ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, რომელზე ორიენტირებული პროგრამა შევიმუშავეთ ჩვენ და ადრე გქონდა ჩვენ დიფერენცია, რომ პირველიდან მე-3 კურსამდე ვთავაზობდით სტუდენტებს მეორადი პროფესიული აუცილებლად უნდა შეგაწყვეტინოთ და რატომ გადახვედით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. მესმის, რომ არ არის ნამდვილად იოლი ფული, მიმტანობა და სტუმარ-მასპინძლობის სფერო. თუმცა, როდესაც პატარა ასაკში რაღაც თანხის გამომუშავებას იწყებს სტუდენტობის პარალელურად და ხედავს, რომ იქ შესაძლოა მოაკლოს რესურსი, ნაკლები წაიკითხოს, აქ მეტი დატვირთვით იმუშაოს, ღამე გაათენოს და აიღოს მეტი ანაზღაურება. ამ მიმართულებით ხომ არ მივდივართ იქეთ, რომ შესაძლოა გარკვეულწილად იოლ ფულს მიეჩვიონ ნაადრევ ასაკში და პროფესიაზე თქვან ვარი, რადგან სტუდენტებზე საუბარზე გადავედით. იმიტომ რომ ჩვენ გაცემის დაწყებამდე საუბრობდით განათლების მიმართულებით პრობლემების ქონაზე, არც ერთ შემთხვევაში არ მინდა აღქმული იყოს, რომ რაღაცის წინააღმდეგ ვარ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს. აბსოლუტურად მესმის თქვენი და გეთანხმებით, სწორედ ეგ არის გამოწვევა განსამაგიტო ახსენე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. იმისთვის, რომ მათ გარკვეული ხარჯი გაწიონ, ან რაღაცაში თავისუფლება ნახონ და თავისუფლება თავისთავად ერთგვარად შეიძლება ნაწილობრივ ასევე მატერიალურ უზრუნველყოფასთანაც ასოცირდება. ისინი იწყებენ მუშაობას და სასწავლებლები უწყობენ ხელს ამაში. საბოლოო ჯამში არიან კეთილსინდისიერი დამსაქმებლებიც და ნაკლებ კეთილსინდისიერებიც, ხო? თუ კი დამსაქმებელი მას არ უწყობს ხელს და თავაზობს სწავლასთან არათავსებად სამუშაო გრაფიკს, ამ შემთხვევაში ღებულობთ რას?
ვერც იურის ვერ ვღებულობთ, ვერც მიმტანს ვერ ვღებულობთ და საბოლოო ჯამში იკარგება ეგ ადამიანი. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ სააგენტომ შეიმუშაოს სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომელზეც წეგნ საუბრობდი, ორ კომპონენტს მოიცავს. თავიდან ჩვენ მქონდა რომ პირველიდან მესამე კურსამდე თავაზობთ ადამიანს სტუდენტს სწავლასთან თავსებადი გრაფიკით, მეორადი პროფესიის დაუფლებას, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებით, სადაც უკვე ბიზნესი არის შემოსული და თვითონ მის გარემოში ასწავლის და აქ მენტორ ინსტრუქტორს ჩვენ პროგრამის ფარგლებში ამ ხარჯებს ვისტუმრებთ და მეორე კომპონენტი იყო დაამთავრებელი კურსის სტუდენტებს ვაძლევდით შესაძლებლობას მათი პროფესიული მიმართულებით გაიარონ სტაჟირება უკვე წამყვან კომპანიებში და აქაც მენტორ ინსტრუქტორებს ანაზღაურებას ვაძლევთ და ხშირად გქონდა კამათი რომ სტუდენტს უნდა მივცეთ თანხა თუ მე ვამბობ რომ მენტორ ინსტრუქტორს რომლის საათის ღირებულება გაცილებით მაღალია იმას უნდა მივცეთ мотивация რომ იმან რეალურად დაუთმოს უბრალოდ ჩემთან გაიარა სტაჟირება კი არა რეალურად ასწავლოს და ეს როცა თანხაზღებულობს ადამიანის კონტრაქტს აფორმებს ეს ერთგვარი პასუხისგებლობაა რასაკვირველია კონტრაქტის პირობების შესრულება ეს ვფიქრობ რომ გაცილებით სწორი მიდგომაა თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობთ რომ მესამე კურსამდე რაც გვაქვს უბრალოდ სტაჟირების კომპონენტი მხოლოდ მეოთხე კურსზე ვფიქრობ რომ დავწიოთ ქვემო და მივცეთ თუნდაც მეორე კურსიდან შესაძლებლობა მიუხედავად იმისა რომ უკვე მესამე კურსიდან იწყება რაღაც მიმართულებების არჩევა გარკვეულ პროფესიებში მე ვფიქრობ რომ მეორე კურსიდან ამაზე ხელის შეხება უფრო სწორად ჩამოაყალიბებს ადამიანს რომელი მიმართულება აერჩიოს და წელს აუცილებლად გავაკეთებთ აი ამ დაშვებას. და ბატონ ბესო, ბევრი კლიშე არსებობს, როდესაც ადამიანები აყავთ სამსახურში, ასაკი, გენდერის ნიშნით, ოჯახური მდგომარეობა და ასე შემდეგ. სტუდენტებთან მიმართებაში რა დამოკიდებულება აქვთ დამსაქმებლებს? ჩვენ ახლა ვსაუბრობდით იმაზე, კეთილსინდისიერებაზე, არაკეთილსინდისიერებაზე, რამდენად ითვალისწინებთ. ერთია ის, რომ რომელ საათამდე ის არის უნივერსიტეტში, თუმცა რჩება თუ არა დრო იმისთვის, რომ უნივერსიტეტის გამოცდებისთვის მოემზადოს. რამდენად მოქნილი გრაფიკი შეიძლება რომ დამსაქმებელს შესთავაზოს ისე რომ ცხადია არც მისი ბიზნესი და საქმე არ დაზარალდეს. დიახ, ნუ რა თქმა უნდა გეთანხმებით რომ არის დამსაქმებელი და არის დამსაქმებელი. ნუ გავუსვა ხავს იმას რომ აი აჭარის დასაქმების სააგენტოს ყოფილი აპლიკანტები დღეს ჩემი თანამშრომლები არიან და გამომდინარე იქედან რომ აი მათი მიზანიც და თუნდაც ჩვენ როგორც დამსაქმებლის მიმართულებითაც თუ კი არ იქნა აი ხელშეწყობა ეს ერთ-ერთი мотиваციაცაა რომ სტუდენტს მისცეს საშუალება რომ კონდეს კარგი სტუდენტური ხანა იმისათვის რომ იყო სტუდენტი უნდა გაგაჩნდეს რაღაცის სახსრებით ის თავისუფლება თუნდაც ფინანსური თუ რა მაგრამ მაშინ როდესაც ხარ ბრენდული მიმართულებით საკუთარი პროფესიის პარალელურად ახალი პროფესიის შეთავსება და ამ პროფესიის მიმართ აი ტრენინგებსაც ახორციელებ ეს არ არის ის რაც თქვენ ახსენეთ აი თავისუფალი ფულის მოყვარულს აი სულ სხვანაირად ვითარდებიან მაგის შემდეგ სულ სხვანაირად ხედავენ ცხოვრების არს და შეუძლია ამ მოქმედებამ ამ სიტუაციამ სტუდენტს სულ სხვანაირად დაანახოს საკუთარი თავის კიდევაც აი პროფესიის მიმართულებითაც ან თუნდაც შემდგომი განვითარებისთვისაც ეს მე ვფიქრობ რომ ნაბაროდ უნდა ხელს უწყობს ერთმანეთს, იმიტომ რომ ყველაზე კარგი საშუალებაა აი ზუსტად იმოზარდის დროს, აი მეორე კურსი და რო გადადიან პროფესიულ საგნებზე, როდესაც მიდიან, უკვე კარგად დაინახონ თუ რაში იხდიან ფულს, ან რისთვის ხარჯავენ დროს და ის დრო მისთვის გაწეული დრო ის რასაც სამსახურში ხარჯავს როგორ უფასდება. ანუ კარგად აანალიზებს და ამით შეუძლია საკუთარი თავი გაზარდოს ცხოვრებაში, ზოგადად სოციუმში. გასაგებია, დასასრულისკენ რომ წავიდეთ ბატონ თემურ, მინდა სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზე ვისაუბროთ. ფორუმები, შეხვედრები ასე შემდეგ მომდევნო კვირაში გაქვთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და დაგუშვით. თავისთავად, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამოწვევა ზოგადად არა მხოლოდ სააგენტოსთვის, არამედ ბევრი ორგანიზაციისთვის არის ის, რომ
ინფორმაციაზე იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ არის ხელმისაწვდომობა არის ერთის მხრივ, მაგრამ დაბალი არის ინფორმირებულობა და სწორედ ეს უზრუნველყოფს დაბალ ხელმისაწვდომობას. სწორედ პროგრამა ითვალისწინებს მასობრივ შეხვედრების ორგანიზებას, ასევე პირისპირ შეხვედრების ორგანიზებას, საინფორმაციო კამპანიის წარმართვას და წეღანაც ვსაუბრობდი აი სკოლებში და ბაღებში გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას, ასევე ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მე რა კი დასასრულს უახლოვდება თქვენს ეთერში თავს მიცემ უფლებას და დავანონსებ, რითიც დავიწყეთ, იმით რომ დავასრულოთ. სააგენტო წელსაც აპირებს გააგრძელოს საკრუიზო ლაინერზე დასაქმების სურვილთა მხარდაჭერა და 15 მარტიდან ჩვენ გამოვაცხადებთ უკვე ოფიციალურად მიღებას. წელს გვექნება სიახლე გემზე მიმტანის და გემის ბართენდერის მიღმა, ჩვენ ასევე დავუშვებთ მოკლევადიან კურსებს უკვე შემოქმედი ადამიანებისთვის, ვისაც გემზე დასაქმება სურს. ასე რომ რეალურად ახალგაზრდას, რომელიც ორიენტირებული არის თვით რეალიზებაზე, რომელიც მობილიზებული არის, გააჩნია სამუშაო გამოცდილება და სამუშაო კულტურა და მზად არის რომ იყოს შემდგარი ადამიანი და უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში და ის, რასაც მიიღებს ამ ქვეყანას მოახმაროს, ამ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ თქვენთვის ეგ არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ არა მხოლოდ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებზე ხელმძღვანელობა გქონდეთ, არამედ მართლა ძალიან საოცარი თავგადასავლები მიიღოთ და ძალიან კარგი ახალი სამეგობრო გაიჩინოთ და ძალიან კარგი კარიერა გაიკეთოთ. კარგი კავშირები, თუმცა აუცილებლად უკან დაბრუნების პირობით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. წარმატებებს გისურვებთ. გზამკვლევი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომდევნო პარასკევს შევხვდებით. ნახვამდის.